დრო დადგა თვალი კვირის მნიშვნელოვან ღონისძიებებს გადავავლოთ, ამისთვის კი პლატფორმა TicketJ's საიტს უნდა ვესტუმროთ, სადაც არაერთ თქვენთვის სასურველ ღონისძიებას აღმოვაჩენთ. დავიწყოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრით, სადაც სამშაბათს 26 მარტს გამოჩენილი კომპოზიტორი, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის იოსებ კეჭაღმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. საღამოზე აჟღერდება კეჭაღმაძის ცნობილი ქმნილებები. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე კი დამსწრეს საზოგადოებას კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და დღემდე უცნობ ფაქტებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოს სხვადასხვა ხელოვანთა ნამუშევრებთან ერთად იოსებ კეჭაღმაძის ორი ნაწარმოები მთვარეზე გაიგზავნება. ასევე 26 მარტს საღამოს 9 საათზე დედაენის ბარი მუსიკის მოყვარულებს გთავაზობთ ჯემ სესიას სანდრო ნიკოლაძესთან ერთად. ჯემ სესია უნდა გითხრათ, რომ ეს გახლავთ ინსტრუმენტალური მუსიკის საღამო, რომელიც სრულ იმპროვიზაციაზეა დაფუძნებული. სხვადასხვა მუსიკოსები ქმნიან უნიკალურ მუსიკას, რომელიც არასოდეს განმეორდება. მუსიკის მოყვარულებს ასევე შესაძლებლობა გაუქმთ სამშაბათს დაისწროთ ჯაზის საღამოს რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად. გეტყვით, რომ კონცერტი არტერიაშია დაგეგმილი. TicketJ's-ზე შეძლებთ სხვადასხვა სპექტაკლის ბილეთის შეძენასაც. მაგალითად, თეატრის მოყვარულებს გეტყვით, რომ 25 მარტს თეატრის სახელოსნო 42 გთავაზობთ ინგებორგა დაბკუნაიტეს კალინაუსკასი 6-2. ის მოგვითხრობს აღმოსავლეთ ევროპელი ოჯახისა და მისი წევრების შემზარავი მხიარული თუ ამაღელვებელი ამბების შესახებ. სიცოცხლის სიკვდილის გაჭირვებისა და სიხარულის უწყვეტობაზე საუბრით პიესა მე-20 საუკუნის აღმოსავლეთ ევროპის დანაწევრებულ და დაშლილ ისტორიას გამჭრიახობასა და სიზუსტეს საშინელებასა და იუმორს ასახავს. ასევე 26 მარტს უნდა გითხრათ, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ეს მე ვარ ნიკოლოზ ბარათაშვილი. სცენაზე გაცოცხლდება პიროვნული და ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი და შეწირული პოეტის ცხოვრება, გაჯერებული თავბრუდამხვევის სასიყვარულო თავგადასავლებითა და პოლიტიკური ქარტეხილებით. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორი კი გიორგი სავანელი გახლავთ. ილიონის თეატრი ამავე დღეს სამშაბათს გთავაზობთ დადგმას იდეალური ოჯახი. კომედია ერთ მოქმედებად ვაცლავ ჰაველის პიესის ვერმისანჟის მიხედვითაა დადგმული. რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ, როდესაც ცდილობს სხვისი დაკნინებით წარმოაჩინოს საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი. 26 მარტი საკმაოდ დახუნძლული გახლავთ სხვადასხვა სპექტაკლებით, იმიტომ რომ სწორედ TicketJ's-ზე ნახავთ თეატრის სახელოსნო 42-ის მორიგ სპექტაკლსაც რონალდ ჰარვურდის დირიჟორს. სპექტაკლი ყვება ამბავს ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარი დირიჟორის ფურტვენგელ ერის შესახებ, რომელიც 1946 წელს ნიუნბერგში გაასამართლეს. დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი კი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა და ბოლოს თავისუფალი თეატრი 26 მარტს წარმოგიდგენთ მარტოკინას. სპექტაკლი არის ერთგვარი სტენდაპი ბარის მომღერალ ქალზე, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს ცხოვრებაში პირადი ბედნიერების გარდა, იუმორით და სატირით შეზავებული მონოპიესას ფონად ცოცხალი მუსიკალური შესრულებაც გასდევს. ასეთი გახლავთ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელიც სწორედ TicketJ's-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და ბილეთი, რა თქმა უნდა, კომფორტულად შეიძინოთ.